დილამ შვიდობის გოგოებო მოგესალმებით ყველას როგორ ხართ? გავწიეთ. ხომ ხართ კარგად? მოგიკითხავთ ცოტა ხანი შევედი TikTok-ში ესე იგი და ღმერთო ჩემო რა დამღლელია. ასე მეგონა უკვე რომ ვიდეოს ვეღარ გადავიღებდი, დამეკარგა ხანისი. რა დამღლელია და როგორ მოვეშვი, ეხლა ყავას ასწრაფოთ, რომ გამოვკეთდი. გავბრუნდი. TikTok-ი არის, აი არ ვიცი რა. რა გითხრათ. ეს კიდე გუში. ეს კიდე არ ვიცი რომელი უფრო მიყვარს ეს თუ ეს არ ვიცი უკვე იმიტომ რომ ესეც ძალიან მიყვარს სულ ამას ვყიდულობ ხო იცით და ეს ხო ჩემი საყვარელი ბატონი იყო შოკოლადის ასე ვთქვათ და იმდენად შემიყვარდა ესეც რომ უკვე არ ვიცი რომელი უფრო მიყვარს და კიდე მიყვარს გულები. მაგრამ მაგარია. ათი წუთით. ნახეთ გამახარა. მოდი მეთქი ვიდეოში გამოჩდეს და ნახეთ რა საყვარელია ნახეთ. ოდიოქოთ. მადლობა. ძალიან მომეწონებია. ულამაზესი. ულამაზესია. ეხლა ამისთვის მინდა მე ვიცი აი ამაში დიდი უნდა უფრო ამას დიდიოცა. და მაშინ თქვენივით ჩავიდა. მიცალამაზია. ესე იგი ეხლა თითქოს ვიზავ. ამას გავრეცხავ. ჰა? ახლა მოიმზადე. უნდა მომიგზადო. მარაფი. იუდი და დაკეტილებია ხელოსნები არავინ არ არის. ახლა. აი. აი ეკეთრა. მე მაქვს უფრო დიდი ვაზაც ამაზე ეჯობია. მაგრამ ეს უნდა მოხსნა ამას.
აი ეს. სალამაზია. იქით გავიტან მე დიდ მაგიდაზე. დავდოთ უფრო დავიცუქრათ. უფრო მოუხდება. ეხლა აქვე ჩაყვი ნამდვილად ჩაქრას, იმიტომ რომ ჩახვივლე მერე შაქარს ვერ საყვი. ამიტომ ჭიქაში ჯობია. ავუმატოთ ეს. ეს ისეთი მაგარია ვერ შევჭამე. აი როგორ გამახარა ახლა. გია. ამ ყვავილებით ძალიან სიხარულისთვის ბევრი არ ჭირდება გოგოები. ძალიან ცოტა საკმარისია. უბრალოდ ერთი ყვავილების ბუკეტი, ხო? ესე იგვახარებს ხალებს. გარედან რბილია, მაგრამ აი ეს შუაგული არ ძალიან მაგარია. დაშინდათ. ეხლა რა მინდა? შოკოლადი. ეს გამოვაქაფიე პირველ.
ამას აქ შაქარი მაიჩნა მოვურიეთ. და მე კაფე ქრება ხოლმე როცა ურევ. რომ გქონდეს კაფე მაინც გაქრება. მოდი იედაჩი. ეს წიგნი. ადრეც უნდა წამიკითხო. ესეთი კარგია. სხეულის ენა? კი. ვერავინ ვერაფერს ვეღარ მოგატყუებს. ამას თუ დაიგითხავ. აიგე? ია. მეც ვეღარ მოგატყვილებ. ვერა. ეს წიგნი გიალევანი გოჩუქა. ეგ ვიცი. რატომ მოვიტანე თუ რო იძახი სახში? ვეღარ მოგატყვილებ ეს იგია. რატომ მაგიტო? ეხლა უნდა წავიკითხო ეს წიგნი. რო ვიცოდე როგორ უნდა გავაკეთო. რომ მაინც მოგატყვილო. აბა არა გავაკეთო, სხვა გზა არ დამიტოვე. ვერაფერი ვერ ამოვიკითხე ისეთი რომ ატყუებ. ვერა. ეგ ჩემ ოსტატობაზე მეტყველებს. არსებობს. გაუცნობიერებლად აკეთებს ადამიანი ამ ყველაფერს, რაც ამ წიგნშია. და ძალიან საინტერესოა. ძალიან. თუ გვერდზე იყურება. ესე იგი გატყუებს. გვერდზე თუ იყურება და რაღაცა გიყვება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ალბათ ეგეც ისწავლეს თუ რა ხდება, თვალებშიც იყურებენ და ისე გადაყვებენ. მე როგორ უნდა განასხვავო? ნუ უკვე ხელებიც ერთობა. ისიც უნდა იცოდე. როცა ადამიანი ხელის გულებს გიჩვენებს, ძალიან გულწრფელი და ღია. თუ ეს იაკეთებს, ან ეს იაკეთებს. ან იაკეთებს, ესე იგი რაღაცისგან იცავს თავს და ის არის. ნუ არ იშვებს. ასეთი ისიც. ხოიციან ხომ იგია. სულ შეგიმჩნევია. მე არ მოგეშჩება. მე პირიქით, მე ესეთი ვარ. მართლა ესეთი ვარ. როგორ ლაპარაკობ, სულ ესე ვაკეთებ. მოგიცავს თავს. იგი თუ არის კიდე პატარა სახლი ხო? ხელები რო გაშალო. გული წვია. დედა შენ მაინც ეცოდა ხოლმე. ასე დო ხოლმე ხელა. ეგ რა სანიშნავია? არ ვიცი. ვერ ვიპოვე ეგეთი. გამარი მეციგრებს. სურათებში იგრებს ხელები. შენთან ხო? ამარი მაგაკავს პედოში. ნინო იმდენად არ აკავს. როსთან არის. მე და ნინო უფრო მამასაბრ. მაგ
ჯერ ცოტა წავიკითხე. ჯერ სადა ხარ მათახელო უნდა. გამიტაცა ძალიან. ნახები აი ყველაფერია რა. ყველანაირი პოზები. ფეხი აქვს ცოტა სხვანაირად ესე მოგროვდეს. გადადებ. ზედუდეს ხელები. და ხელები ზედუდ. ყველაფერი. რას ნიშნავს? მე არის ახსნილი. ეხლა ამას კი ეთყობა რო დაძაბულია. ხო. საერთოდ მომიცია. გამაციეთ ამ სყაზნიაკი დგია მე რა, გავცივდი. ხა მაგრა უბერავდა გამეგვიძა და დახურე? შენი მიხურე და შენ გამოვაგე მე რეჟენა პანჭება ხა. მე გამოვაგე, ზოგჯერი ხუთება და თიხოს იგუდები ადამიანი. ისია ხონი. შეადანია. რომელიც კიდა. ამდენი ტკბილი. რამდენი ერთ პატარა საბჭამდილით და всё. საჭირო არის. ცოტა. ხან მომიგება ხოლმე ტკბილი. აი ძალიან პატარას რა და მე მთელი დღე აღავჭამე. ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ ტკბილი მინდება ხოლმე. მართლა. ადრე მთელი ცხოვრება მე და გაჩვი. ალბათ ხო, საერთოდ კამფეტისკენ არ გამიხედია რა. სანამ მათის ხელა ვიყავი კი. აი ეს მიყვარდა ხოლმე. საბჭოთა კავშირის პერიოდში ის იყო ხოლმე მომპასე იყო კამფეტების ესეთი რკინის კოლოფი იყო და აი შუშებებით ეყარა ხოლმე. ხო. ხო და ეხლა ბოლო წლებში მე მგონი ბავშვებს უყიდეთ და სხვანაირი გემო. ეს მაგარი გემრიელი იყო ხოლმე. ისეთი ვეღარა. ხო და აი ძალიან მიყვარდა თან რო ჩხაკუნობდა და ჯიბეში მედოხო. შიგნით რაღაცებს ვინახავდი ხოლმე წულიმანებს ამ ყუთში რა. მარკები, ესეთი რაღაცეები. რო გავხსნიდი ხოლმე ის კამფეტის არომატის სუნი ისე ვქონდა ხოლმე და ძალიან მიყვარდა. მაგ პერიოდში მიყვარდა კამფეტები. გუშინის ფონში წავუყალით საღამოთი მაინც გავედით იმ ბავშვთა დაცვით ხო იყო და მინდოდა რა რომ გამეყვანა. იმდენად იყო დაღლილი სიარულის თავი არა ქონდა. აქ ისე დაიღალა. ოიწუწავა დღე. მერე ითამაშეს. აი მთელი დღე ბოლომდე იხარჯება მათე. ბოლომდე ძალიან არ ვიცი რა. რა ენერგია ხმი არ ვიცი. წავიყვანეთ ის პოინტში და მე კიდედი რაც გინდა რასაც დაადებ იყიდე მეთქი რა გიყიდი და აბა რა იყიდა ვიცი რაც იყიდა აგზარული ხილი ჩიპსი იყიდა რა კამფეტისკენ არ ციხედება არ აინტერესებს არ უნდა არ უყვარს არ უყვარს კამფეტი მათი არის კი ეხლა მასკენი გაიგე ჩვენები უფრო არ უყვარს კამფეტი არა ჩიპსი და წვენები ნიკას არ აგიჟდება და ჩემსავით არ აგიჟდება მე როგორც გიჟდებოდი მაგრამ ნიკა უფრო მგავს მაგაში ნიკას უფრო უყვარს აი საღამოთი უნდა ხოლმე ტკბილი არის დედა მეკითხება საღამოთი ღამე უკვე ამას არა რა თვალიც არ გაუკვირდება არც ნამცხვარი მე რატომღაც კამფეტები მიყვარდა ჯანა ბავშვობაში შოკოლადები არც მაშინ არ მიყვარდა ჟელიბონი არც აწუწნ კამფეტზე არ მეუბნება რომ იყიდეო ჟელიბონი რაც არ ვარგა რა ჟელიბონი ჩიპსი წვენი ოღონდ ნუ შაქროს ვყიდულობ წვენის მაინც და კიდე რა უყვარს საჭმელი უყვარს ახლა რაღაცეები უყვარს ჭამს შაურმა უყვარს ეს ტკბილი რაღაცეები არის შენკას ხო მაგითი შოკოლადები და ესე ძალიან ძიმე ტკბილი რაღაცეები მაგრამ ნიკასაც საჭმელი უფრო უყვარს იდე კარგი რომ ნიკაც მიერ დამემქონა მე ვია საჭმეს არ ვჭამდი მაგრამ გამასწუხა
ნიკას ტანში ხედე. მე საჭმეს არ ვჭამდი. ნიკა ვარჯიშობდა. მესმის მაგრამ მაინც. მე ვიყავი ყავაზე და შოკოლადზე. გლადიატორს დაიმკვიდროს. თელი ის არა. ხო. თელი ცხოვრება ყავაზე და შოკოლადზე ვიყავი. იმიტომ არ გამიჭირდა მე. ეხლა როგორც ვარ და წონას რომ ვინ არჩუნებ, ერთი დაკლება მინდოდა. მაგიტო არ გამიჭირდა, საჭმეს როდის მე ვჭამდი? გახსოვს რომ მე საჭმე. არ დამსწრები გიყავ. არასოდეს საჭმის ჭამა არ ვიცოდი. გოგოებო, მე ეგ მას უქებდა. ეგ იყო ჩემი პრობლემა. საჭმეს რო არ აჭამ გასუქდები, მაგრამ იგი. როგორ და შოკოლადებით რო იკმაყოფილებთ. რამდენ კალორიას იგებ იციგია? შენ რო 2000 კალორია შოკოლადებით მიიღო. რო დანაყრდე. ბევრი კი არა. აგიწევს ბევრი ჭამა. მე ბევრს აჭამ და რეალურად უფრო მეტ კალორიებს იღებ. საჭმელს? შოკოლადს. შოკოლადს. ამცხვარს ხო? აი მაგით და ეხლა იმიტომ არ მიჭის მე რომ ეს დავარეგულირე და მეტი არც არაფერი არ მჭირდებოდა მე. და ცოტა ცილა შემოვიტანე აი კვერცხს რატო ყიდულობ? კვერცხს მაგიტო ყიდულობ, რომ ყოველ დღეს როგორც ნიკა ჭამს, ვერ ვჭამე კვერცხს, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ ცილა მივიღო, კვერცხის სახით უფრო მიყვარს. ანუ ხორცი არ მიყვარდა არასოდეს მე. ბავშვობით არ მიყვარს ხორცი. ვეგანი ვარ შინაგან. აი შიგნიდან მოდის, ისე კი არა რომ ვცდილობ, არ მიყვარს. ხორცის გარეშე სულ თავისუფლად შემიძლია გავძლო, შეხო ვერ გასძლებ. როგორ ვერ გავძლებ, მაგრამ ახლა მაინც ხან გინდება რაღაც უფრო ყოფის მაწივრობა. განაყრებს, ხო? განაყრებს. როდესაც მუშაობ და ენერგიას ხარჯავ, რაღაც გჭირდება ცოტა ძლიერი საკვები, თორე მე მალ-მალე უნდა გშიოდეს და მაშინ სახში უნდა იყო, მოგშიო და შეჭამე, იქ სალათები, იქ რაღაც ბოსტნეული. ეხლა ვცდილობ, რომ დღეში 3-4 მაინც კარგად ჭამ, ხო, შენგია. სულ ყოველ ძალიან ხეს გიწყობ, მაგაში გახვედრებს საჭმეს და რა. 2-ჯერ ჭამა. დილითაც რო რაღაცა ჭამო, ეხლა 3-ჯერ ხო გამოდის. სრულიად საკმარისია. აი ჩვენი პაპაბებიები როგორ აჭამდნენ, აბა, თუ გახსოვს. როგორ აჭამდნენ გია. აბა ჩემი, დილის რო ჭამდა საჭმელს. დილიდანვე კარგი იწყებდნენ ჭამა. ხო, ოღონდ კარგად იწყებდნენ, მას არის ხარ. დილიდანვე საჭმლით იწყებდნენ და არაყავით და რაღაცეები. და რო წავიდოდა სამუშაოს, ღამე მოდიოდა რა, საღამოთი. მამა ჩემისმა. დილით მიდიოდა, ღამე მოდიოდა. ეხლა იქაც ჭამდა ფულს შესვენებაზე. ხო, არის. სადაც მუშაობდა ხოლმე ხო ის. მაგრამ ისე მაინც ვერა ეხლა როგორც სახში ხო? და მე საღამოთი ჭამდა რა სახში. ის წახემსება მაინც სხვა არის ხა, კაეთ, რაღაც მინდორში რო რაღაცა შეჭამე ხლა. მამა ჩემი მეთხოვდა ხოლმე ჟანა რომ საჭმელს რო შეჭამო. დომაქშიო. იმდენი უნდა ჭამო, სადღაც რომ მოხვდეო შემთხვევით, რომ გითხარ მოგიწვიო სუფრაზე, იქაც შეგიძლია ცოტა რაღაცა შეჭამო. აი ეს იმაში რომ მაშა და დათვიროა ზღაპარი და ციფს რომ ფაფას ჩაასხავს, ხო იცი და დიდი მუცელი რო გაუხდება, ანუ ეგრე არ უნდა იკვებო რა. მამა ჩემი არასოდეს მე უფრო ეხლა მეტად ამაკეს. რო იტყვიან. იმიტომ რომ მუცელები ვიდრე მამა ჩემს არადროს არ ქონდა, ხო, ყოველთვის სწორი ტორსი ქონდა და რაღაცნაირად. მე მეგონა რომ იმას ამბობდი, რომ უფრო მიწევსო რა, ბევრი ჭამაო, იმიტომ რომ სამსახურიც ეგეთი გაქვს. ვცდილობ რომ ჭამო რომ მე არ მოგშივდეს და მაგიტოც სწრაფად არ მოხვიდე მე მაგის გამო სახში, იმიტომ რომ ეგ არ ქონდა.
მაგის პერიოდში სულ რესტორნებში ჭამდნენ ხალხი საჭმელს და რა სასადილოები და რესტორნები და არ იყო მაგის საჭიროება და სულ ესეც ხო ხდები არა დიდად ფიზიკურ შრომაში არის არ გასუხდები ისე რომ ღირკმაში გაწუხოს არა გაქვს ეგეთი აღნაგობა გიაში სიმაღლეც აკაკთან და მაგრამ კაია რომ სულ მაგას ვეუბნები ვარჯიში რაღაცა მიხედემეთი შენ თავს იმიტომ რომ ვარჯიში ძალიან კარგია აი მაგაზე კარგს ვერაფერს ვერ გააკეთე უბრალოდ რაღაცა მოწადინებაც გინდა მეც ვაპირებ გავაგრძელო აუცილებლად ჯერ სხვა რაღაცეებით ვარ დაკავებული ვარჯიში იცი რატო არ ვიწყებ რატო შეიძლება ძალიან დიდ შედეგებზე გავიდე მე ოლიმპიურ თამაშებზე მიმიწვიო და ახლა როგორ დაგტოვო შენ ამ ბავშვები ხო ვერ წავალ მაგითო წინასწარ უკვე არ მოცინე ასე თავს ვიკავებ ოქია ყველაფერი როგორ იუმორში გადაგაკ დაიწყება რატო აი მიგიწვია დაიწყე მიგიწვია რომელი სფერო ავირჩიო მიკა როგორც ვარჯიშობს მეც ეგ უნდა დავიწყო ისე გავაგრძელო გვერდზე ხტომის ვარჯიშები აიჭი რომელი ჩენგი დასაჭი გვერდზე ხტომა რამე არის ეყოლება ჩემპიონი ხმარი გვერდზე ხო მე რა ეგეთი გახდა ერთი ბიჭი გვია რომ მოიდომა კამრები რომ მიიღო გორში კარატეში გახსოვს მე ძალიან თავში აუვარდა ხო ხედა როგორი შედეგები აქვს ბოლოს ხო როგორი შედეგები დათო ხო გვიან დაიწყო და ხო თურქეთში გაიმარჯვა ხო როგორი შედეგები დათო რამდენი წელისა იყო დაიწყო ვარჯიში დიდი იყო უბრალოდ 25 ეგ მანამაც ვარჯიშობდა შენ უბრალოდ თანებები მე თავი დაანებე ხო და გააგრძელა კარატეზე ვარჯიშობდა მე კიკბოქსზე დაიწყო რაღაცები და ფიზიკურად ძლიერი ფიზიკურად ძლიერი და ბუტკუნა ლოყები ბუტკუნა წითელი ლოყები რიპი და გამოვიდა რა ქვია კუნფუ პანდაი ფაქტიურად ბუტკუნა და ძლიერი მე ერთად ვივარჯიშოთ ხოლმე მოდის მე მაგის დროც მოვა ხო 5 წლის მერე არა მე მანამდე უნდა დავიწყო არა შენ დაიწყო უნდა გაჩვენო თუ გამიწვიეს რა გეშველება შენ რა მემართულებას იცი მაგაზე უნდა დავფიქრდე ვარზე გადახტომის ის ხო არა გმეთმა დაამქაროს გაჩერდი ხა რეებს მალაპარაკებ შენ გაწამოვიდა ეგ ახალი იდეები არა მე ჩვეულებრივად დარბაზში მინდა ვიარო გავაგრძელო ჯანმრთელობისთვის კარგად ყოფნისთვის გაკაჟებისთვის მუხლები რო არ მტკიოდეს დაუბერდები სიარული რო შემეძლოს მაი მაგიტო სიგეც კარგია მაგრამ რომ მიგიწევს სხვა ეს უცხოა გვირილას რაში იყენებენ ხოლმე თუ იცი გვირილის ჩაის სვავმე საღამო კიდე რაში იყენებენ რაში უყვარვარ არ უყვარვარ გაგახსენდა ვაიმე აბა ჟესტებისენაც აღარ მიშველის ესე იგი არ უყვარვარ
უყვარვარ. ვამახოთ. უყვარვარ, არ უყვარვარ. უგვეწონება მომი. უყვარვარ, არ უყვარვარ. უყვარვარ. არ უყვარვარ. უყვარვარ. არ უყვარვარ. უკვე ვიცი. უყვარვარ, არ უყვარვარ. უყვარვარ, არ უყვარვარ. სამი ცალია. უყვარვარ, არ უყვარვარ. უყვარვარ. აი, ერთი დარჩა. როგორ გამეხარ? ხო ვიცოდი რომ უყვარვარ, მაგრამ მაინც გამეხარდა. სამართლიანად გააკეთე? კი. მართლა. კი, მართლა. ჟანა პუილებს ადიცის კი. აბა ეხლა შენზე გააკეთე ამ ყოველი. ეგ რა არის ბიჭო? შენ გააკეთე. აი ამ ყოველით გააკეთე. მე თუნდაც გავაკეთე. არ მინდა კამერა. რო არ გინდა. აგай. ეხლავე გავარკვე ყველაფერს. მიდი. სამართლიანად. სამართლიანად გია. არაფერი დამაბრალო. უყვარვარ და არ უყვარვარ. აი, ეგეც შენი ჟესტების ენა. არა. რაღაცა მე ამოაჩი კარგი გვირა. დაგიჭირი, всё. კარგი გვირა ვერ ამოაჩი. დავწმუნდი. კარგი ახლა, ჩემი უფრო გჯერავს თუ გვირილის უფრო გჯერავს? არა, პირველმა არ გაგიმართლა. აბა ერთს ამოაჩი. ეს ხაზე იყო პირველ შეყვარებულზე. ხო, შეიძლება. არ კიდე ჩემი მოწყვეტილი იყო ეგ გვირილა. შენ უნდა მოწყვეტო. ჯერ ეგეთი. ეგრე მეგონის უგაუფუტავთ შენთან. მედი ერთი ცალიც მოწყვეტა. არ მომეწონა ახლა, არ უყვარვარზე გაჩერდი და ეგ არის ტყუილი. კითხვას არ შეიძლება გაჩერება ხო? მედიება. ეგრე თვითო. გია კარგად ვერ ახედავს. ახლა ორ ცალი მოწყვიტა მე მგონი. ვარ, ჩავთვალ. კარგად ვერ ახედავს. სათვალეები გვინდა გია. რა ბიჭო, ორი ცალია მან დარჩენილი. ვერ ახედავ გია. აი პატარები ხო არ უყვარვარ და უყვარვარ. ძალიან ცოტაზე უყვარვარ. აი ხა უყურეთ, ეს ჩემი ბრალი არ არის, თითო როგორც გაპუტა ეს ყვავილი. ძალიან ცოტაზე შეგეძლო ის დაგეტოვა. პატატინაზე უყვარვარ, ეგრე დავდავდა. აი მე ვეთო ჩემო, გამანებდა. ერთი სიტყვით ეს ჩემი ყვავილია და გია სათვალეები უნდა. დარჩის მარტო. არა. გაჩერდი. არა. არა მართლა გვინდა ხო გია სათვალეები. რა სიტყვა? კი, ვეღარ ახედავ. აღარ ახედავს კარგად. ორ წელსაც ვიდა. ეს ბოლო ერთი წელიწადი შევამჩნიე რა. მაინც კარგი შედეგი მაქვს რა 50 წლამდე ფაქტიურად სათვალის გარეშე გავატარე და ზოგს ახლა 100 წლისაა და არ უკეთია სათვალე და დედაშენსაც ქონდა პრობლემა მაგრამ 80% სათვალის ატარებს შენ. ხო, ჯერჯერობით მიაბჭირდება. ხო. შავშანი არ გინდა. ერთი წელია ეს ბოლო წელიწადია რაც შევამჩნიე. მართლა არ მქონდა. მსგავსი რამე. შეიძლება ნერვიულობის ნიადაგზეც მოხდა, ჩემი სამალე გავიყიდა რაღაც. რა ვიცი მე დაიპოვე და განერვიულებდა სიგარეტი აიყიდე, ხედელობა დაკარგე, რა იყო რა ემოციური. ამას ძალიან ნერვიულო ახლა არ უყვარვარზე რო გაჩერდი. გვირილაზე ვერ ვიქნები ნამდვილად დახტნობილი.
იმედი არა მაქვს. გვირიდას. ერთი სიტყვით. ია. არ იმერება. რა გვირია? ის გვირია. როგორი ამეთი? ხელა? არა, ქარიგია ცოტა და გრილი. ძლიერი ქარიგია, აი კარგი სასიამოვნოა, ნიავი. დანა ხელს. მე გავიხსენეთ ბავშვობა ახლა. ჰა, ვითამ. როგორ ანერვიულობით ხომ შეყარებულები რო ყავდა ხომ ესე. ბავშვობაში ხშირად ვიშვენებდით ხოლმე იქ. პიონერთა ბანაკები ერქვა ხოლმე რა. ყოველ ზაფხულს დავდიოდით. ჯავის ბანაკში, ცხინვალში ციფო ბანაკი. დუბოვაეროშას ეძახდნენ რუსულად, ანუ მუხის დღე იყო და შიგ იყო ბანაკი დღეში. და ეხლა ხო იცი ყოველ კვირა ახალი შეყვარებული ყავს პატარა რო. აი გვირილები ძალიან გვეხმარებოდნენ გარკვევაში სიტუაციის ხოლმე. გვირილები აღარ იყო მინდორში ხო? დაძდევდით ამ გვირილებს. და პირველი ის რომ ახსენდება ვიღაც გოგო რომ მომეწონა. პირველი სიყვარული დააძლია. ხოლო თუ როგორი ხო იცი იმა რო არ იცის და შენ რო ხარ არეული დარეული და რო განიცდი და უფრო რო გწვენია და რო ვეღარ ელაპარაკები და ვეღარ მიდიხარ და რაც უფრო მოგწონს უფრო შორს გიჭირავს თავი. ხო. ძალიან მაგარი იყო და ზუსტად ის რომელი როგორც მომწონდა მაგ ბანაკში ვარჯიშობდით ბიჭები შპაგატში. და ნუ ვერ მივახცი რა, ყოველთვის მაკლდებოდა ესე რა, ეთი სპიჩკის კოლოფის ხილა რა. ხო. და ვარ ესე გაჩაჩხული ვცდილობ რომ ჩავჯდე არა და უცებ ვიღაცა ზოგზე არ დამაჭდა, ანუ პირდაპირ კისერზე დამაჭდა. ჩაგვწვა. და ჩანს რა რაღაცამ ჩაიგაცულა. ეგ გოგო არ აღმოჩნდა და გაიქცა მე. ესე იგი ტკივილის უდამავიწყდა ისე მიხარობდა ყველაფერი. ძალიან ისა ყოფილა რა ქვია. თამამი. ხო. აქაჯი იქნებოდა ვიღაცა მე რა ვიცოდი, ახლა პატარა ვიყავი. საერთოდ შემეძლო ეგეთი რაღაცეები ბავშვობიდან. რაღაცნაირი ვარ ბავშვობიდან. ბიჭებთან. კლასში მეგობრობდი ბიჭებთან, მაგრამ ძალიან ბიჭებთან ვიყავი ძალიან რაღაცნაირად მოკრძალებული. აი ახლა ეგეთ რაღაცას მე ვერ გავაკეთებდი ახლა. არ გამახსენდება. ხო. ეხლაც არის ხო რაღაც ეგრეთი ბანაკები ჯანა. სააკაშვილის დროს ხო გააკეთა. სააკაშვილის დროს იყო და ეხლა არ ვიცი რამდენად მიდიან ბავშვები და რაღაცა ერქვა დამავიწყდა მაგ ბანაკებს. ევროპაში ვიცი რომ არის. ეგეთი ბანაკები მიყავთ ბავშვები და ძალიან კარგი არის სხვათა შორის. მე ვერაუცდია ზაფხულში მაგის გარეშე უკვე ვეღარ ვცდები. მოლოდინში ვიყავი. და ძალიან დაცულად და აი მასწავლებელს რო ჩააბარებ ბავშვს რა და ეგეთი ბანაკები. სამი ნაკადი იყო საფხულში. დიდი სიამოვნებით ჩემიც გავუშვებდი. ეგ სამი ნაკადი იყო 25 დღიანები იყო ხოლმე რა თვეში. 5 დღე მერე ბანაკი იმაშვებოდა მე მგონი ლაგდებოდა სანამ მომდენო ნაკადები მოვიდოდნენ და ყოფილა შემთხვევა რომ სამივე ნაკადი ყოფილა. ანუ სამივე თვე. სამივე თვე მიდიოდი. კი. აი ძალიან მაგარი იყო ლაშქრობებზე დავდიოდით, იქიდან პატარა ექსკურსიებზე გავყავდით. კვება იყო სამჯერადი, ძილი, მერე იქ მაიმუნობდით, პასტავდით გოგოებს ღამე ხომე ამ ვიპარებოდით მაგარ პალატებში, ოთახებშიაც ეძინათ. აი ესეთი კრიფსი. ხო მიხდება. მინდა ესეთი. ჯანეს უნდა უგდო. ნახეთ. რამაზია. ფერიც როგორ მიხდება? მეორეც გამოჭირი და. მე როგორ გავაკეთე? რამაზია. კიდე კარგი რო აქ ბავშვები არიან და ბავშვებთან ერთობა. მინდა წავიყვანო სოფელში მათე. ჩვენებთან მინდა რომ წავიდე, მაგრამ არ გამომყვება ვფიქრობ.
როგორ გაერთობა? იქაც არიან ბავშვები, მაგრამ აქ ძალიან ბევრი არიან კი. აქ უფრო თავშტოლები არიან. და უყვარს, თან ძალიან უყვარს თავის ეზო. არაფერი არ უნდა, არც ის პოინტი უნდა, არც არსადგასვლა არ უნდა, მარტო ეზოში იყოს და ითამაშოს. მაგდროს ისინი წავლენ ჯანაკი. წაიყვანეთ სოფლებში ან სადმე დასასვენებლად, მაგრამ დაცხება. ესეთი საყურე სადვიგი და გოგოებო, მაგრამ ვერცხლის უნდა იყოს მე მტკენს უბრალოდ. ნახეთ რა ლამაზი. პირადი ვერცხლი. მე თავი ვინც გვისმენენ ახლა თვითონ თუ გადახდათ ეგ ამბები, იქნებიან ხო ის კატეგორია ვინც ბანაკებში იყვნენ ხოლმე. ახლაც იყვნენ მართლა სააკაშვილის დროს მე მახსოვს. ეგ უკვე ახალი თაობა. ხო, რა იყვნენ რამდენჯერმე ბავშვები, მაგრამ ისეთი ბანაკი არ ვიცი. ათვობდით ხოლმე ამ გმირის პასტებს. შევიპარებოდით. ხელის გულზე დავასხავდით ამ პასტას, მერე ბუმბულით მოუღუტუნებდით ლოყას და თვითონვე მოიფხანდა ესე, სულ მოისმევდა. მაგრამ თობოდით რა დღეში ვიყავით ხო? გიხარებთ? ახლა მერე აეწვებოდა ეს ნიადრული პასტები რო არის. განსხვავ წვავს. იყო მერე ტირილი და მთლიანი. დავედი გოგოები, ხლა მე ძალიან გაგვიქცევა ვიდეო 45 წუთი გიასთან ერთად ესე გამოდის დღეს არის. რა გოგითხარი? 2 ივნისი. სელფის ის არის მესიჯია და მოკონსტიტუცია. ლექცია. ხო. და ზაფხული დაიწყო, გილოცავთ ყველას და რა ვიცი, გავატაროთ რამაზ ეს ზაფხული. ღალისით, კისკისით. ხიარულებაში, სიხარულში. წავედი, გაკოცეთ და დროებით მიყვარხართ.